პირდაპირ ეთერში მე მას მივესალმები. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში მე მინდა მოვისმინოთ თქვენგან იმ ახალი გუნდის შეფასება, რომლითაც იქნება დაკომპლექტებული პრემიერის მინისტრთა კაბინეტი და ასევე საპარლამენტო გუნდი. რა სიტყვით, რა თვისობრივ სხვაობებს ხედავთ თქვენ ძველ ოცნებასა და ახალ ოცნებას შორის? მოგესალმებით. ძალიან ძნელი იქნებოდა ესეთი ხაზის გავლება. ოცნება არის ოცნება, ისეთივე სხვაობა როგორც იყო დავუშვათ ღარიბაშვილს და კვირიკაშვილს შორის. სინამდვილეში ეს იყო ორი მსახური ბიძინა ივანიშვილისა და დღესაც ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში ყველა პრობლემის მიზეზი და ალბათ საუკეთესო შემფასებელი ამ ეგრეთ წოდებული ყოველ შემთხვევაში ამ პროცესებისა და საუკეთესო შემფასებელი ქართული ოცნების არის ეკონომიკა და ის პროცესები რაც ხდება ეკონომიკაში და თუნდაც ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ხედავთ როგორ რეაგირებს ეკონომიკა ქართული ოცნების მიერ უსამართლო და ძალადობრივი გზით მიღწეული ბრწყალებში გამარჯვებაზე ეკონომიკა მიდის უკან, ეკონომიკა რეაგირებს ყველაზე ადეკვატურად. ამ დღეებშიც კი ლარი აგრძელებს გაუფასურებას. 2012 წელს ლარის კურსი იყო 1.64, დღეს არის პრაქტიკულად 2.50, 530.000 ჩვენს თანამოქალაქეს აქვს სესხი დოლარში და მათ ყოველდღე უძვირდებათ ცხოვრება და ძალიან ბევრი ადამიანი რჩება ლუკმაპურის გარეშე. აი ეს არის საუკეთესო შეფასება ქართული ოცნებისა და მეც პრინციპში ვეღარაფერს დავარ. და თავისთავად ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მაგალითად ძალოვან სტრუქტურებს არ შეეხება ცვლილებები, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს ცვლილებები შეეხება ეკონომიკურ გუნდს, ნიშნავს თუ არა იმას, რომ აი პრობლემის რელევანტური არის სწორედ კვირიკაშვილის გადაწყვეტილება, რომ შეცვალოს ეკონომიკური გუნდის მინისტრები. ანუ ის, რაზეც თქვენ ეხლა საუბრობდით, მთავარი პრობლემები ამ ქვეყნის ყველა გამოკითხვით, სიღარიბე, უმუშევრობა, უფულობა და უკვე გაუფასურებული კიდევ ერთხელ ლარი. ამ დროს რომ იღებს პრემიერი გადაწყვეტილებას შეიცვალოს ეკონომიკური გუნდი, ეს რაზე მეტყველებს თქვენთვის? რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ამა თუ სამინისტროს სათავეში? ჩვენ ვიცით რომ გადაწყვეტილებებს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არსად არ მიდის. ისევ ის იღებს გადაწყვეტილებებს, ასე რომ არანაირი რელევანტურობა და მნიშვნელობა აი ამ ვითომ განახლებებს და ვითომ გადაწყვეტილებებს არ აქვს. თვითონ გიორგი კვირიკაშვილიც არ იღებს გადაწყვეტილებებს და თქვენ სწორედ აღნიშნეთ, აი ეს არის მთავარი პრობლემა, ლარის გაუფასურება, ეკონომიკური უკუსვლა და ამ ყველაფრის მიზეზი არის ბიძინა ივანიშვილი და მიზეზი არის ქართული ოცნების მიერ მიღებული მცდარი გადაწყვეტილებები და მცდარი უნარო ეკონომიკურ პოლიტიკა. ბატონო გიორგი, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არაა მხოლოდ ჩემი მოსაზრება, ან თქვენი მოსაზრება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველანაირი კვლევებით ამ ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემა არის სიღარიბე და უმუშევრობა. და აი რა კითხვა მინდა იცით რომ დაგისვათ. იმის მიუხედავად, რომ ასეთი გაჭირვება ქვეყანაში, ამდენი უმუშევარია, ლარი არის გაუფასურებული. აი თქვენ პირადად რით იხსნით, მაინც რატო მისცა ქართულ ოცნებას ხმა ამომრჩეველმა და არა უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც დღემდე ეუბნება არსებულ ხელისუფლებას, რომ აი მე დაგიტოვე შენ შევსებული ბიუჯეტი, რომ მე ჩემ დროს ყველაფერი ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად უკეთ იყო ვიდრე შენს დროს და ასე შემდეგ. რატომ არჩია მაინც თქვენს თავს ქართული ოცნება ამომრჩეველმა? და ლარის კურსი იყო 1.64, ესეც არ დაგავიწყდეთ ხალბატონო ინგა. ხო და ანუ აი ამას გისვამთ კითხვას, აი ამის მიუხედავად რომ ლარის კურსიც კი დიდი სხვაობა იყო, რატომ გააკეთა მაინც ამომრჩეველმა აქცენტი და გადაწყვეტილება, რომ ოცნება დაეტოვებინა ხელისუფლებაში და არა ნაციონალური მოძრაობა? პირველ რიგში თქვენ იცით. პირველ რიგში თქვენც იცით, თვითონ ქართულმა ოცნებამაც იცის და ჩვენმა ძალიან ბევრმა მოქალაქემ იცის, რომ ამორჩევლის დიდმა ნაწილმა ეს არჩევანი გააკეთა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმ ძალადობის და დაშინების კამპანიის ხელისუფლების კრიმინალურ სამყაროსთან ალიანსის შედეგად, რომელსაც ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით რეგიონებში, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ნაციონალურ მოძრაობას ყავდა ძლიერი კანდიდატები და პირველ ტურებში, პირველ ადგილებზეც გავედით, ვარნეულში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში, თელავში. ძალიან კარგად არის დოკუმენტირებული ეს კამპანია, როცა თვითონ ესე იგი თამაში ჩაერთო ქურდული სამყარო, კრიმინალები და სახელმწიფოსთან ერთად, სუსთან ერთად ისინი
ზეწოლას ახორციელებდნენ ჩვენს ამორჩევლებზე, რომ ის მათ ან ქართული ოცნებისთვის მიეცათხმა, ან საერთოდ სახში დარჩენილიყვნენ. იგივე კვადრატებში ჩასმული 51 ბიულეტენებში ეს ყველამ კარგად ვიცით და ამ ხალხმა, რომელიც იძულებული იყო ქართული ოცნებისთვის მიეცათხმა, ეს ხო ძალიან კარგად იცის, რომ საღამოთი რომ მაცივარს გამოაღებს უამრავი ჩვენი თანამოქალაქე და იქ სულ უფრო ნაკლები პროდუქტი არის, ვისი ბრალია, ეს ძალიან კარგად იცის თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ. ნაწილი მიზეზისა იყო, რა თქმა უნდა, ის სრულიად ყურით მოთრეული შეთხზული კამპანია, ვითომ დესტაბილიზაციისა, ვითომ შეთქმულებისა, ვითომ გადატრიალებისა, სად არის ეს გამოძიება? სად არის ეს ყველაფერი? და გივით არგამაძის აფეთქება, რომელმაც ხელი შეუწყო აი ამ მითოლოგიის ჩამოყალიბებას. არც მაშინ და არც ახლა ქართულ ოცნებას პოზიტიური შესათავაზებელი ჩვენი ხალხისთვის არაფერი არ ქონდა. ქართულმა ოცნებამ თუ დააკვირდით, საერთოდ არ ზეიმობენ გამარჯვებას. არანაირი საზეიმო განწყობა მათ არ აქვს, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ მიუხედავად ამ ციფრებისა, მიუხედავად მათი მათემატიკურად გაუმჯობესებული მდგომარეობისა პარლამენტში, რეალურად დღეს ქართულ ოცნებას ბევრად უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ქონდა თუნდაც 3 წლის წინ, თუნდაც 2 წლის წინ. მხარდაჭერაზე გამახსენდა, უნდა გადმოვიდეთ თქვენი პარტიის შიგნით მიმდინარე ამბებზე, თქვენი მხარდამჭერების პრეტენზიებიდან გამომდინარე ისევ. საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქართული მაპატიეთ ნაციონალური მოძრაობა და მისი ბირთვი რა მოხდება ყრილობაზე. ემიჯნებით თუ არ ემიჯნებით მიხეილ სააკაშვილის თავმჯდომარეობას, ემიჯნებით თუ არ ემიჯნებით ბევრ თქვენს მხარდამჭერს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა ის გუნდი, ვინც დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი აღარ უნდა იყოს თავმჯდომარე. რა შეგიძლიათ გითხრათ, ბატონო გიორგი, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებამდე მივიდა გუნდი, ვინ არის დღეს ნაციონალური მოძრაობის რეალური ლიდერი? მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე თუ ვინ? პირველ რიგში მთელი ეს აჟიოტაჟი და ფოკუსი არჩევნების შემდეგ, რომელშიც ჭყალებში გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ, მთელი ამ ხელა ყურადღება, რომ ისევ ნაციონალურ მოძრაობაზე არის, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ის ძალა, რომლის პოზიცია არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და ის ძალა, რომელზეც იმედებს ამყარებს ყველა ადამიანი, ვისაც სურს, რომ საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან. ჩვენ ვართ ერთადერთი ოპოზიციური და ერთადერთი პროდასალური ძალა, რომელიც დარჩა ამ ქვეყანაში. ძალა, რომელიც ორად იხლიჩება, ბატონო გიორგი. ყოველ შემთხვევაში, რასაც სოციალურ ქსელში ვკითხულობ, რასაც განცხადებებს ვისმენ, აშკარად ორად არის დავასრულებინეთ, შეიძლება წინადადებას მიაწყოთ. დასრულეთ, კი ბატონო. ხო, უნდა გაიმართოს ყრილობა და წესდებითაც გვიწევს ეს ყრილობა არჩევნებში. თუნდაც უსამართლო მარცხის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყრილობა აუცილებლად უნდა გაიმართოს და მიზანი არის ერთი, რომ ჩვენ ვიყოთ ისეთ ფორმაში, ანუ ჩვენ გვჭირდება ვიყოთ ბევრად უკეთეს ფორმაში, ბევრად უკეთ მომზადებული, ბევრად უფრო ბრძოლისუნარიანი იმისათვის, რომ აი ამ მეთოდებმაც კი, რომელიც გამოიყენა ივანიშვილმა 2016 წლის არჩევნებზე, ესეც კი არ აღმოჩნდეს. ბატონო გიორგი, ამ წუთებში პირველმა რადიომ გაარჩევა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა დატოვა თანამდებობა, იგი ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან წავიდა. განცხადება მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ასევე გადადგა ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გია ლორთქიფანიძეც. რა სიტყვით თქვენი პირველი კომენტარი, რით იხსნით ამას და რა პროგნოზი გექნებათ სააკაშვილთან დაკავშირებით? უკვე ეს სულ ბოლო ინფორმაცია, უკაცრავად აგვერია ჩვენი საუბრის თემა. დიახ, გისმენთ. პრეზიდენტ სააკაშვილი იღწვის უკრაინაში, იღწვის უკრაინის წარმატებისთვის, უკრაინა, რომელიც არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, რომელიც ეხლაც მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ინტერესების საზიანოდ საქართველოს მოახდინა უკრაინისგან დისტანცირება, მანამდეც სანამ იქ პრეზიდენტ სააკაშვილი დაინიშნებოდა რაიმე თანამდებობაზე, 4 წელია არანაირი ვიზიტი არ შემდგარა უკრაინაში, არც პრემიერ-მინისტრის, არც საგარეო მინისტრის. მე ვიცი, რომ მარტის შემდეგ 3 მოწვევა აქვს პრემიერ-მინისტრს და იგი იგნორირებას ახდენს პრეზიდენტ პოროშენკოსგან ამ მოწვევებისა. და ამ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებული ვარ, რომ შეიტანს იმ წვლილს, რომელიც
დაეხმარება უკრაინას გადალახოს მის წინაშე არსებული პრობლემები, რაც საქართველოს ანუ გადაწავა პოროშენკოს ოპოზიციაში, თქვენი მოლოდინი როგორია, ეს მაინტერესებს და დაგემშტობებით. დიახ. ეხლა მე უკრაინის შიდა პოლიტიკაზე ამაზე მეტად არა, სააკაშვილზე გეკითხებით, სააკაშვილის გეგმებზე და არა უკრაინის შიდა პოლიტიკაზე ცხადია. მე მოგახსენეთ უკვე. და ბოლოს ბატონო გიორგი დარჩება, ან უნდა დარჩეს თუ არა მიშა სააკაშვილი თქვენი პარტიის თავმჯდომარედ? მე ვწუხარო ქალბატონო, თქვენ არ ხართ როგორც ჩანს ინფორმირებული. პრეზიდენტ სააკაშვილი დიდი ხანი აღარ არის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, მას შემდეგ რაც მას ჩამოერთვა სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეობა. მე რა ვიცი, გიგი უგულავა ითხოვდა წერილში მის გადადგომას. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი არის ვაკანტური. როგორც მანვე აღნიშნა პრეზიდენტ სააკაშვილმა და ეს რა თქმა უნდა იქნება დისკუსიის საგანი ყრილობაზე, უნდა მოხდეს ახალი თავმჯდომარის არჩევა იმისათვის, მათ შორის იმისათვის და სხვა არაერთი ნაბიჯი უნდა გადადგას ნაციონალურ მოძრაობა, რომელიც ყველაფერთან ერთად არის დიდი პარტია. ყველაზე სტრუქტურირებული, ყველაზე კონსოლიდირებული პარტია, მიუხედავად ამ ასთა სხვადასხვაობის, რასაც ჩვენ ხედავთ და ყველა დიდი პარტიები დასავლეთშიც არის ერთგვარი კოალიციები სხვადასხვა ჯგუფებისა, ხო? ნაციონალური მოძრაობაც ასე არის და ახალი თავმჯდომარის არჩევას ბევრი სხვა ნაბიჯიც იმისათვის უნდა გადაიდგას, რომ ნაციონალური მოძრაობა იყოს იმდენად მაგარ ფორმაში, იმდენად ბრძოლისუნარიანი, რომ აი ეს ყველაფერიც აღარ აღმოჩნდეს საკმარისი ივანიშვილისთვის. მადლობა, ანუ ბრძოლისუნარიანი იგი ვერ იქნებოდა სააკაშვილის ამ სტატუსი დატოვების შემთხვევაში, თუნდაც ფორმალური თავმჯდომარე რომ ყოფილიყო. რა სტატუსი დატოვების შემთხვევაში, ქალბატონო? არა, ფორმალურად მაინც მეთქი ეს საკითხი რომ არ დამდგარიყო დღის წესრიგში და თქვენივე მხარდამჭერებს არ გაჩენოდათ იმის განცდა, მიშა სააკაშვილზე უარს ამბობდა თუ არა ნაციონალური მოძრაობა, საერთოდ რომ არ დამდგარიყო თქო თავმჯდომარის საკითხი დღის წესრიგში, ეს არ შეიძლება თავმჯდომარის პოზიცია დღეს არის ცარიელი ქალბატონო ინგა გადაწყვეტილებამ. დიახ. ჩვენ გავმართავთ დისკუსიას ყრილობაზეც, ყრილობის გარეთაც. რა თქმა უნდა, ეხლა ვინმე თუ მე და ჩვენს თანამებრძოლებს აბრალებს ივანიშვილთან ალიანსს და რაღაც შეთქმულების თეორიებს, ამას ჩვენ ვერც გავიზიარებთ და ასეთი ადამიანები ცხადია ვერ ითამაშებენ მნიშვნელოვან როლს პარტიის ცხოვრებაში. მაგრამ ჩვენ გავმართავთ ღია დისკუსიას, ჩვენ მხარდამჭერებთანაც ასე ვთქვათ, ვიპოვნით ყველასთან საერთო ენას იმისათვის, რომ ყრილობის შემდეგ ჩვენ ვიყოთ უფრო ბრძოლისუნარიანები, ვიდრე ვართ დღეს. მადლობა, გიორგი. მადლობა. წარმატება მინდა გისურვო, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი გიორგი კანდელაკი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ახლა კი გადავდივარ ახალი საქართველოს ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან. მადლობა გიორგი რომ ხართ ჩვენთან ერთად. ცხადია, მე მინდა პირველი კომენტარი გთხოვოთ მიხეილ სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით.